ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის მეხუთე კვირა აღდგომიდან, რომელსაც ეწოდება სამარიტელის კვირა. იმიტომ რომ დღეს იკითხება სახარებიდან ადგილი, სადაც აღწერილია თუ როგორ შეხვდა იესო ქრისტე სამარიაში ჭასთან სამარიტელ დედაკაცს, რომლის სახელიც არის ცნობილი, ეს არის ფოტინე, ანუ ქართულად ეს არის ნათელა. და მე ბევრჯერ ვისაუბრე ამის შესახებ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მინდა ამ მოვლენის შესახებ ლექსად გითხრა, რომლის ავტორი არის ბატონი კოტე-ყუბანიშვილი. რატომღაც გჯერა, რომ სიკეთეა დანიშნულება ტანჯვის და ჭირის და სიყვარული ერთადერთია ბოლო მიზანი ცხოვრების წირის და რამე თუკი განადგურდება აღესრულება ნება დუფლისად და სიკეთითვე დაგვიბრუნდება ჭეშმარიტებად ამასოფლისად, ჭიაც კი ჭუჭხს რომ ეფაფხურება, გიდ ჩრჩილი ცეცხლთან მფრინავი მალი, რომელსაც შთანთქავს ხურვალე ალი დაფარულ მიზანს ემსახურება და მხოლოდ უფლის გონება მართავს რწმენას, რომ მალე დადგება შველა, რომ გავიხარებთ ამ ქვეყნად ყველა, გაზაფხულით რომ შევიცვლით ზამთარს. და ნუ თუ მე ვარ ახალი გმირი, რომ გავაკვირვო ქვეყანა რამით, ახალ შობელის ყვირილი ღამით, ენის გარეშეც უბრალოდ ყვირილი. თავისუფლება ტოლია მსხვერპლის და წაიწიო ოდნავად წინ რო, ერთ დღეს იცხოვრებ მაგვარად პეპლის, ხალხას რომ თავი უნდა შესწირო. ბევრის ატანა მოგიწევს კეპლის, რასაც იფიქრებ ის რომ შენ წერო, ვარცაც ხომ ვერ კრებ გარეშე ეკლის, ტკბილიც ყველაზე არის კენწერო, თუნც ვერ დავარქმევ ამას განცხრომას, გზას რაც მას ბედმა გაავლევინა. როდესაც ჭასთან წყურვალ მაცხოვარს ფოტინემ წყალი დაალევინა. სასწაულია ხომ ჭას ამარის, აქ ისტორია მინდა რომლის თქვა, რადგან წყაროა აზრის მთავარი შუქი, იქიდან რაც ამოიფრქვა, ამის ხსენებაც რადგან ვალია, დარჩეს სიმართლე შიშველ ტიტველი, აქ მაცხოვარმა წყალი დალია. დაშვა ნათელა სამარიტელი. მადლიც მაცხოვრის წყლად გადაიქცა, რომ აღეკვეთა ერა ტერორის, რის შედეგადაც რომით დაიქცა და მმართველობაც მორჩა ნერონის. ასოცირდება ის, რაც დღეს რომთან, ლამას ქალაქში მდიდრულ სახლებით დაბარებული იყო ნერონთან ფოტინე თავის შვილთა თანხლებით. ქრისტეს რჯულისგან სთხოვდნენ განდგომას, კერპის წინაშე თავის დახრებით. თუ არ ყოფდნენ კტრეთით აღდგომას, გადარჩებოდნენ აკუწვას ხვლებით. მიუახლოვდნენ ქალაქს, გათენდა, ცაც გამონაცდა გაცისფრებული იდგა ფოტინე და ანათებდა. ხალხი უცხერდა განცვიფრებული, არ დახურებდა არვის ზევიდან, თუმცა ეწია თავი რომ ზევით. დედოფალივით რომში შევიდა. ცით მოვლენილი ანგელოზივით. ისტორიაშიც ასე წერია, რომ მას ნერონი ვერ მოერია. დამისახელებ ტირანს მე რომელს, ანდა ავატყობს სულით მეორეს, ვისაც სახელი ერქვა ნერონის და ისტორიაც მას იმეორებს, მას ჰქონდა ოქროს აბაზანები, შიშვლები შიგრომ თავს კარგად გრძნობდნენ, სანამ ჭისპირას მისი ბრძანებით კაცებს და ქალებს ტყავებს აძრობდნენ. იმპერატორად როცა ის დაჯდა, თავის ოჯახის დაიწყო მან წმენდა, თავის პოეტად რადგან მიაჩნდა უნიჭო ლექსებს დორდადრო წერდა, გამართა კარზე კოცნა და ხვევნა და როცა უკვე დაძმებთან დაწვა, ქრისტიანების დაიწყო დევნა და ბოლოს რომი საერთოდ დაწვა. მაგრამ უფალმა ასე ინება, რადგან მართავდა ხალხის საქციელს, წმინდანებს მისცა მან მოთბინება და ქრისტიანად ყველა აქციეს, რომ ვერ ერევა ქალს როცა მიხვდა, სულში რომ სჭირდა გამომაძღრობა, ნერონი უკვე მაგრად განისხდა ბრძანა ფოტინეს ტყავის გაძრობა. ქალმაც ამაზე სიტყვა არ უთხრა და არც უაზრო შეეკამათა,
ტყავი გაიძრო და შეაფურთხა. რითაც დიქტატორს შოკი დამართა. მერე ფოტინე ჭაში ჩააგდეს. წყალში კი სული ჩაიწმინდება. და თუ სიმძიმეს წოდვის დააგდებს, უფლის სახელით ამობწყინდება, რადგან სირცხვილი იყო ეს რომის, თუმცა იქ რომმაც მწარედ იწუნია იმპერატორად დასმა ნერონის, რამაც დაცემა გამოიწვია. თვალით უხილავ ქვიშის ნამცეთში სამყარო როაში ჭაყვეული მიკროსკოპულად ყველა საცეთში გაბნეულია მისი სხეული. თავისი გზის რომ შეძლოს არჩევა და გაარჩიოს ცივი თუ ცხელი, ამ ყველაფერში ეჭვიც არჩება, რომ ურევია უფლის სახელი, ჩვეულებრივით, რაც არ ჩანს მზერით, ხარ რომ ჩამოდის და ხანაც ადის, რაც არის ქვემოთ, ის არის ზევით, სიცოცხლე, რაში ცხოვრება გადის, ემოციაა ესა თუ ნება, ჯურღმულში ჩავა თუ წლება ეს წას, ყველაფერშია ღვთიური ნება, რომელიც უფლის კანონებს იცავს, დიქტატორებიც გამსკდარან გულზე, როცა სიმართლე ლაპარაკს ბედავს, ის არასოდეს იცვლება ფულზე და ამას ამბობს და იმას ამბობს, რასაც კი ხედავს და ისე როგორც ჭერს კრამიტებით, ფარავს თავის აზრს ჭეშმარიტებით. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!